მოკლედ გიორგი, როდესაც ეს ამბები გახმაურდა, ჩვენი უშიშროება დამიკავშირდა და დამკითხეს. აინტერესებდათ დეტალები NASA-სთან კავშირის შესახებ. ძირითადი დაკითხვის ტექსტი. NASA-ს ინჟინერი მარტინ ბლექველი თქვენი კურატორია პროექტის ფარგლებში. იცით, მე NASA-სთან 2008 წლიდან თანამშრომლობ მარსის კოლონიზაციის პროექტებზე. მქონდა რამდენიმე გრანტი ბოლო წლებში და მარტინიც მაქედან გავიცანი. ასე რომ თლად კურატორს ვერ ვუწოდებ. თუმცა მთის არწივის პროტოკოლი რომ გააქტიურდა, პირველ აგენტთან შეხვედრის შემდეგ მე მარტინს დაუკავშირდი, რათა გამერკვია რასთან მქონდა საქმე და მაგ საუბრის შემდეგ მივხვდი რომ მას რეგულარულ პროექტებთან ერთად სხვა ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული ჩემთან მიმართებაში. რა სახის პროექტებზე მუშაობთ? შეგიძლიათ ჩამოთვალოთ მოკლედ? რა თქმა უნდა არ შემიძლია. ჩვენ გარკვეული აკრძალვები გვაქვს კონტრაქტის მიხედვით. ზოგადად თუ გაინტერესებთ, მომავალში მარსზე ადამიანების დასახლების საკითხებს განვიხილავთ. კარგი. კიდევ ერთი კითხვა. თქვენი წერილი რომ გასაჯაროვდა რამე მუქარა ხომ არ ყოფილა დასავლეთის მხრიდან თქვენი მისამართით? არა, არანაირი. მე ამის მერეც ვესაუბრე მარტინს და მითხრა რომ კონკურენტი ქვეყნების აგენტურა აქტიურად მუშაობს და ამგვარ ხარვეზებს წინასწარ ვითვალისწინებთო. იცით რამე FBI-ის საქმის სახელად ჩუმი ხმაურის შესახებ? მეც ახლახანს გავიგე. როგორც ვიცი, ეს უკავშირდება იდუმალ კოსმოსურ ზონდს სახელად არქივი და როგორც ხვდები საინტერესო ფენომენია NASA-ს ისტორიაში. ამასთან დაკავშირებით რამე შემოთავაზება ან კითხვები ხომ არ ყოფილა? რას გულისხმობთ? ვინმე ხომ არ დაგიკავშირდათ და მოითხოვა ინფორმაცია ამ ფენომენის შესახებ? არა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. არც შემოთავაზება არ ყოფილა ამ საკითხზე მუშაობის. ხომ გითხარით, პირველად გავიგე არქივის შესახებ ახლახანს, ისიც ინტერნეტ ვიდეოებიდან. კარგი, გასაგებია. ამის მერე სხვა უფრო სპეციფიური კითხვები დამისვეს, რომელთაც ვერ გავაჟღერებ და გამომიშვეს. გიორგი, უნივერსიტეტი სადაც ლექციებს ვატარებ ჩემს სახლთან არც თუ ისე შორს არის და ძირითადად ფეხით მიწევს სიარული. საერთოდ მე ფლიპ кейს ხმარობ მობილურისთვის და სწორედ გუშინწინ სახლში რომ დავბრუნდი ზარის ხმა გაისმა ტელეფონზე და რომ გავხსენი кейსი შიგნით აღმოჩნდა ფურცელი. როგორც უკვე იცი, ის იდუმალი აგენტურა ვისთანაც მე საქმე მაქვს ნებით თუ უნებლიეთ. კომუნიკაციის არასტანდარტულ ხერხებს იყენებენ. ლევანიმ წასვლამდე გამანდო რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი. ოღონდ ეს მითხრა იმ შემთხვევებისთვის თუ ახალი კომუნიკაციის საჭიროება გაჩნდებოდა მასთან. აი ამ ფურცელზე სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო. მასზე ეწერა: წითელი 22 მათემატიკა. დაითანხმეთ შეხვედრაზე. ეს არ ვიცი ვინ გააკეთა, მაგრამ წითელი ნიშნავდა უშუალო საფრთხეს ჩემს მიმართ. უკვე ბნელოდა, ფანარი ავიღე, მეუღლეს შევპირდი რომ პროდუქტებს ამოვიტანდი და ჩავედი ქუჩაში. გალაქტიონის ხიდთან ვცხოვრობ, მარცხენა სანაპიროს კუთხეში ბოძია. იქ გაკრული იყო განცხადება: ვამზადებ მათემატიკაში. ტელეფონის ნომერი მთავრდებოდა 22-22-ით დავრეკე. გისმენთ? ბავშვი მინდა მოვამზადო მათემატიკაში. რამდენი წლის არის? 13-ის. ამ ასაკისას არ ვამზადებთ. 2 ბავშვი მყავს მოსამზადებლად. ხომ გითხარით არ ვიღებ პატარებს? ვიცი რომ კარგად ასწავლით, თანხაზე შეიძლება შევთანხმდეთ. კარგი, გამოვნახავ დროს. მისამართი მითხრა და მეორე დილით დამიბარა. ეგრეთ წოდებულ ძველ გერმანულ დასახლებაში იყო ლოკაცია. ერთი გოგონა მომდევდა მთელი გზა, ეს მერე გავაცნობიერე. მანამდე კი მეგონა რომ უბრალოდ ერთი გზა გქონდა. ვიღაც გრძელი წვერულვაშიანი ახალგაზრდა, ბიჭი შემხდა სახლთან, გამეცნო მათებ. კეპი ეხურა და თვალები თითქმის არ უჩანდა. ოთახი მიწის ქვემოთ იყო. ჩავედით ერთ მყუდრო ოთახში. სამუშაო გარემო იყო შექმნილი. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ, მე საათს დახედა. მითხრა რომ ნაცნობს უნდა დავლაპარაკებოდი და უნდა დაერეკა. ლეპტოპს მიუჯდა და დაიწყო დარეკვა. უცხო სისტემა ჩანდა. სავარაუდოდ მეტად უსაფრთხო კომუნიკაციას იყენებდა. დაახლოებით 5 წუთი ვცდილობდით პასუხის მიღებას და ბოლოს როგორც იქნა ჩაირთო კამერა. მარტინ ბლექველი, ჩემი მეგობარი, ახლად გაღვიძებული იყო და მთლად სოლიდურადაც ვერ გამოიყურებოდა. ბოდიშს გიხდით ბატონებო, გელოდებოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ გავძელი. იღიმის, არ არის პრობლემა, გასაგებია სიტუაცია. როგორ ხარ მარტინ? უთხარი და ხელი დავუქნიე. ისე რა, იგივე ამბებია. როგორ ჩაიარა თქვენმა გაცნობამ? მშვენივრად, როგორც ხედავ აქ ვართ. მაშ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ თემა დავით, ასეთი სიტუაციაა. მე მესმის რომ თქვენი სპეცსამსახურები თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენც უნდა დავიზღვიოთ თავი და ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება. ყველაფერი რიგზეა.
კი, უბრალოდ ასეთი კონფიდენციალობა რომ არ გაგიკვირდეს ჩემგან ჩვენ შეგამოწმეთ რომ კამერა ან მოსასმენი მოწყობილობა არ გქონოდა ხომ ხვდები? იმ გოგოს გულისხმობ უკან რომ მომდევდა? მათემ თავი დამიქნია, ვუთხარი, რა თქმა უნდა არ არის პრობლემა. აქ დავუსვი ერთი კითხვა, რომელზე ხუმრობით პასუხი მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, როცა ის სტუმრად იმყოფებოდა ვარძიაში და იქ ვსაუბრობდით. ამით გადავამოწმე რომ ხელოვნურ ინტელექტს არ ვესაუბრებოდი. მეთიუსი ჩვენი ახალი კადრია, ძალიან ნიჭიერი და დიდ იმედებს ვამყარებთ. მათემ შემომხედა, წვერების პარიკი ჩამოწია და ცივად გამიღიმა. დავით, ეხლა ისევ ვჭირდებით ერთმანეთს, როგორც არასდროს, პირდაპირ გეტყვი კონკურენტები გააქტიურდნენ და საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. მარსის თემაზეა რამე? არა. ჩუმი ხმაურის საქმე გაგიგია. მე ღრმად ჩავისუნთქე და ცოტა ხმამაღლა გამომივიდა. ბოლოს და ბოლოს რა არის ეს არქივი ამიხსენით ნორმალურად. მივხვდი რომ აღელვებული ვიყავი. მარტიმა შემატყო და დაიწყო. კარგი, მოკლედ 60-იან წლებში კოსმოსიდან დააფიქსირეს სიგნალი, რომელიც არაბუნებრივი წარმოშობის იყო. მაშინ ბევრი კონსპირაციული თეორია ჩამოყალიბდა, მაგრამ რეალურად რასთან ჰქონდათ საქმე ვერ გაიგეს. 80-იანების ბოლოს მკვლევარებმა, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც მეც ხელმძღვანელობდი, გაშიფრეს მხოლოდ ამ სიგნალის ბიტური ნაწილი. ამაზე ისტორია შენც გეცოდინება. კი ბატონო, ანუ ეგ ყველაფერი მართალია? რა თქმა უნდა. ახლა ხანს ჯგუფი არქონი ისევ შეიკრიბა და გამოთქვეს მოსაზრება, რომ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტით და კვანტური კომპიუტერის ექსპერიმენტული მოდელით შესაძლებელია არქივის სიგნალის დანარჩენი ნაწილის სპექტრული ანალიზი, აღდგენა და გაშიფრა. უნდა იცადოს ყოველ შემთხვევაში. რამ გამოიწვია ამის გამოცოცხლება? კარგი კითხვა. როგორც იცი, ორიგინალი ჩანაწერი არსებობს მაგნიტური ლენტის სახით და 80-იანების ბოლოს კვლევა ეფუძნებოდა სწორედ ამ წყაროს. დღეს ინფორმაცია ამ ლენტზე მნიშვნელოვნად დაზიანებულია, თუმცა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მოდელებმა მოახერხეს და რაღაცა ფრაგმენტების ლოგიკური აღდგენა შეძლეს, მაგრამ ეს სრული ინფორმაციის მხოლოდ 30%-ია. და დავით იცი, არ დაიჯერებ და აქ მოხსენიებულია ბოლო 3 ინტერსტელარული კომეტა, 2017 ომუამუა, 2019 ბორისოვი და 2025 ატლასის. ეგ როგორ? მხოლოდ თარიღები რა თქმა უნდა, უფრო სწორედ პერიოდები მათ გამოჩენებს შორის. ასევე საუბარია კიდევ რამდენიმეზე და შემდეგი იქნება 2043 წელს. კიდევ არის ინფორმაცია სიცოცხლის წარმოშობის პროცესის შესახებ, ფიგურირებს სანსკრიტული სიტყვა, რომელსაც შინაარსად შეესაბამება ხიდი სეთუ. როგორც ჩანს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ხომ ხვდები რა დონის რესურსთან გვაქვს საქმე? მე თანდათან უფრო ვიძაბებოდი და არ მჯეროდა რასაც ვისმენდი. უბრალოდ თავი დაუქნიე და ჩავფიქრდი. ეხლა მთავარი. 2002 წელს გარდაიცვალა ერთი პიროვნება სახელად ჟან ლორენი, ეს იყო რადიოტექნიკოსი მეუდონის ობსერვატორიაში 60 და 70-იან წლებში. FBI-მ სპეციალური დავალებით დაკითხა მისი მეუღლე, რომელიც აღმოჩნდა 20-იან წლებში ემიგრირებული ქართული პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი შვილიშვილის სახელად, ჰელენ ჩხენკელი. ამ ქალბატონმა ოფიცრებს განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ 80-იანი წლების ბოლოს, როცა გააქტიურდა კვლევა არქივის თაობაზე, მაგნიტური ლენტაზე არსებული ინფორმაცია სრულად დააკოპირა კომპაქტ დისკზე და ამ დისკს საგულდაგულოდ ინახავდა პატარა რკინის ყუთში, რომელსაც თითქმის ყველგან დაატარებდა დიპლომატით, სადაც წავიდოდა. 2000 წელს მისი თქმით გადაწყვიტეს, რომ რადგან მას ჰქონდა ქართული ფესვები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ემოგზაურათ საქართველოში და ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს. საქართველოში ისინი დარჩნენ რამდენიმე დღით, მოიარეს ღირსშესანიშნაობები და უკან დაბრუნებას აპირებდნენ, როცა ჟანმა აღმოაჩინა, რომ რკინის ყუთი დაკარგული იყო. სამწუხაროდ მოძიების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც მისი მეუღლე ყვება, ამან გამოიწვია ღრმა დეპრესია და ლოგინად ჩავარდნა საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ. ერთი ნიუანსი, ეს ყუთი როგორც ჩანს არის კუსტარულად დამზადებული ბიკონი, შუქურა და ცნობილია მისი ტრანსლირების სიხშირეც, ასევე სხვა ტექნიკური დეტალები და ისტორიული ფაქტები, რომლებიც მეთიუსს უკვე გავაცანით. ეს დეტალები ჟანის სახლში ჩვენმა წარმომადგენლებმა მოიძიეს. მე პირი მიშრებოდა და მათეს ვთხოვე, რომ წყალი მოეტანა. დავით, ჩემზე კარგად მოგეხსენება, რომ მაგ წლებში აქტიურად დაიწყო აღდგენითი პროცესები KGB-მაც. ასე რომ აღარ გავაგრძელებ. მოკლედ 2003-ში, როცა თქვენთან პროდასავლური მთავრობა მოვიდა, ჩვენ თქვენ სპეცსამსახურებთან დავაორგანიზეთ შეხვედრა ამის თაობაზე, რომ იქნებ დადგენილიყო ობიექტის ადგილსამყოფელი. თუმცა მათი პროფესიონალიზმისა და დიდი მეცადინეობის მიუხედავად, მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. მე მესმის თქვენიც, პრინციპში დაგვაგვიანდა მოქმედება. არსებობს იმედი,
ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს ნივთი ისევ საქართველოში ინახება. ხო და გამომრჩა მეთქვა, რომ ეს დისკი შენიშნეს რენტგენზე 1997 წელს, როცა ჟანი მივიდა FBI-ის ოფისში წერილის წარსადგენად, თუმცა ამ ნივთისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. გესმის ალბათ, რომ ეს დისკი შეიცავს უფრო ზუსტ ინფორმაციას სიგნალის შესახებ, ვიდრე ჩვენ ახლა ვფლობთ და ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანია. საბოლოოდ რა გვაქვს, რომ ჩვენ დავიწყეთ პროექტი, არქივი, რომლის ფარგლებშიც იმუშავებს ბატონი მეთიუსი და კიდევ 2 აგენტი. ოღონდ მინდა გითხრათ, რომ მათი კურატორის თანამდებობაზე განიხილებით სწორედ თქვენ. მე ღრმად ჩავისუნთქე და დათრგუნული სახით ვუთხარი. მარტინ, მეგობრებო, მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის, ხომ ხვდები, რომ თლად იმ ასაკისაც აღარ ვარ, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს მოვკიდო ხელი. დავით, მესმის შენი, როგორ გგონია ამაზე არ ვიფიქრეთ. მე მხრები ავიჩეჩე და გვერდით გავიხედე. საქმე უფრო რთულადაა, როგორც გითხარი, კონკურენტები გააქტიურდნენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს წარმოადგენთ მაღალი ყურადღების საგანს, როგორც ჩვენი თანამშრომელი. პირდაპირ გეტყვით, რომ არ დაუშვათ რაიმე ფატალური შედეგი, შენ უნდა გაგიყვანოთ საქართველოდან რაც შეიძლება მალე. მე წყალი ბოლომდე მოვსვი და ვუთხარი. რას გულისხმობ? არი ნერვიულო, ყველაფერი იქნება მაღალ დონეზე, შენი ოჯახის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, ასევე უმაღლეს დონეზე. უბრალოდ ჩვენთან მოგიწევს ყოფნა მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ შენი დაბრუნება უკან შეიძლება. მე ავდექი და ოთახში გავიარე, ის მიხვდა, რომ უნდა დამლოდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დავჯექი და ვუთხარი. კარგი მარტინ, როგორ ვქნათ ეს ყველაფერი? გეგმა უკვე არსებობს, მე მხოლოდ მევალებოდა, რომ მეთქვა ეს ყველაფერი და მთავარი რაც პირველ რიგში უნდა გააკეთოთ ამისთვის. თქვენ ხომ კურორტ ბაკურიანში ისვენებთ ხოლმე ყოველ წელს ოჯახთან ერთად? კი, თითქმის ყოველ წელს. კარგი, ხვალვე დაწერ განცხადებას ერთკვირიანი შვებულების შესახებ და მეუღლესთან ერთად წახვალთ თქვენს ბინაში ბაკურიანში. დანარჩენს იქ დაგაკვალიანებენ. ცოტა ხანს სიჩუმემ დაისადგურა. კითხვები ხომ არ გაქვს რამე? ჩვენ მალე უნდა მოვრჩეთ. უცებ გამოფხიზლდი. და, შემდგომში კავშირი მექნება ოჯახთან, ხო? ცოტა დაიბნა, მაგრამ მალევე მიპასუხა. კი, რა თქმა უნდა, ამას ვუზრუნველყოფთ 100%-ით. შემდეგ დამემშვიდობა. წარმატება მისურვა და გათიშა. ახლად გაცნობილ ახალგაზრდასაც დავემშვიდობე და წამოვედი. გიორგი, ხვალ ვაპირებ ამ საქმეს მივხედო. ამ მეილს გაგზავნილებიდან წავშლი. ასევე წავშლი ჩათიდან მონაწერსაც უსაფრთხოების მიზნით. ახლა კი დიდად დამავალებთ თუ გააკეთებ ამას. 10 დღეში თუ არ შეგეხმიანეთ, ჩემი ეს ისტორია ჩვეულებისამებრ გამოაქვეყნეთ თქვენს არხზე. პატივისცემით.